რას ნიშნავს ტერმინი არაბი? ყოველთვის არაბებს არ ეძახოდნენ სხვა ხალხი. მუჰამედს მოუკვდა და 7 წლის ასაკში დაუბრუნდა. არც მამა ყავს, არც დედა ყავს. გამოირჩეოდა თავის პატიოსნებით. ალამინს ეძახოდნენ, ანუ სამდოს. ერთ-ერთი სასაული, თავარი მოვლენა ისლამის დაფუძნებაში ეს არის 40 წლის ასაკში ჰირას კლდის გამოქვაბულში მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, ან ჯიბრაილი არაბულად. ყურანის ავტორი არ აქვს, უпроსტად ყურანის ავტორი, ადამიანი არ არის, ყურანის ავტორი არის ალლაჰ, ღმერთი, ერთი ღმერთი. პირველი მუსლიმი თუ ვინმე იკითხავს, ვინ იყო ეს აქანია. და დიდ წინააღმდეგობას წააწყდა მექელებისგან. რას ამბობს მუჰამედი, რომ დაანებეთ ამ კერპებს თავი რა, ერთი ღმერთია შეეშვით ამას რა. მოიკვეთეს მუჰამედი. კლავმა მოიკვეთა. ეს იყო გრანდიოზული კრახი. საბოლოო ჯამში ომამდე მივიდა სა. მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ. გესაუბრებით დროების YouTube არხიდან და აქვე მინდა გთხოვოთ ყველას გამოიწეროთ, მოიწონოთ, გააზიაროთ თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, მიცეთ საშუალება თვალი ადევნონ ამ უაღრესად საჭირო და საინტერესო გადაცემების ციკლს მოგზაურობა წარსულში და ამ მოგზაურობაში ჩვენი მეგზურია ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. ჩვენ დავიწყეთ გადაცემათა ციკლი, პირველი ციკლი, რომელიც ეძღვნება კონფლიქტების ისტორიას, მის არსს. ქონდა ძალიან საინტერესო საუბარი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ფესვებზე, მის განვითარებაზე და დღეს ორ ნაწილად გაყოფილ გადაცემაში ვისაუბრებთ ისლამზე, ისლამის შიგნით გაჩენილ კონფლიქტზე, შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებაზე, ვისაუბრებთ ისლამის წარმოშობაზე, მის დამფუძნებელზე და ამ დაპირისპირების ფესვებზე. გუბა შეგვიძლია დავიწყოთ, ეს არის თემა, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურია და ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირების ხარისხი იმაზე გაცილებით მწვავეა, ვიდრე რელიგიათა შორის დაპირისპირებების ხარისხი. ამდენად ყველას ძალიან აინტერესებს თავად ამ კონფლიქტის ფესვები, თუმცა იმისთვის რომ მივიდეთ აქამდე, თავისთავად საინტერესო იქნება დავიწყოთ საუბარი ისლამის გაჩენის, მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გადაუხადო ინტერესის გამოჩენისათვის. ვფიქრობ, რომ ცოდნა არ არის პირადი საკუთრება, ცოდნა არის საზოგადო საკუთრება. ამიტომ მე ვთვლი, რომ ის რაც მე ვიცი და რის შესახებაც გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, ეს მე არ მეკუთვნის და ის უნდა გადაეცეს სხვასაც. როგორც თავის დროზე ჩემმა დიდმა მასწავლებლებმა და ლექტორებმა გადმომცეს ეს ცოდნა, ასევე მეც უნდა გადავცე. ახლა ჩვენ რა საქმეზეც უნდა ვისაუბროთ, ახლა ძალიან დიდი თემა არის, გრანდიოზული თემა არის, ამოუწურავი თემა არის და ჩვენ ახლა ამ ორ ლექციად გაყოფილ ამბავს, როცა მოუყვებით, რაც შეეხება ისლამის დაფუძნებას და მერე კონფლიქტს შიიტებსა და სუნიტებს შორის, მე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაფიქსირებ, რომ ეს არის ვილაპარაკო ოკეანეზე წვეთის მიხედვით. ჩვენ ახლა წვეთზე ვილაპარაკებთ. ისეთი დიდი და გრანდიოზული თემატიკაა ჯერ თვითონ ისლამი, როგორც ცივილიზაციური მოვლენა. და მერე კიდე ის, რასაც ქვია, ის კონფლიქტი, შიდა რელიგიური კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა და დღემდე გრძელდება სხვათა შორის სხვადასხვა სიმწვავის სხვადასხვა ინტენსივობით. ამიტომ დავიწყოთ ესა, მე მინდა თავიდანვე დავაფიქსირო უდიდეს პატივისცემა მუსლიმების მიმართ და ორივე ფრთის სუნიტების მიმართ და შიიტების მიმართ ღრმა პატივისცემა. ჩვენ რო გავაგრძელოთ წინა ჩვენი თემა არაბებსა და ებრაელებს შორის კონფლიქტის პირველ ლექციაში ჩვენ ვახსენებთ საიდან იწყება, ხო, ოჯახური კონფლიქტი ისმაილსა და ისააკს შორის. აბრაამის, ანუ იბრაჰიმის, როგორც არაბები ეძახიან, შვილებს შორის და იქ ვახსენეთ, რომ არაბები მოდიან ისმაილიდან და მისი დედისგან აგარისაგან, რომელიც არაბულად არის აჯარ, ჰაჯარ, ასე ეძახიან.
აი მოდი გამოვყვეთ ახლა ჩვენ ამ ნაკადს, რასაც ქვია აგარისა და ისმაილის ნაკადი, რასაც ქვია არაბების წინაპრები, ვინც იყვნენ, ვინც დააარსა ეს დიდი და ფანტასტიკურად საინტერესო ხალხი, რომელმაც ლამის გადამწყვეტი როლი ითამაშეს ცივილიზაციის განვითარებაზე. როცა აგარი და ისმაილი წამოვიდნენ, გამოეყვნენ იბრაჰიმს, ანუ აბრაამს, ვიცით ჩვენ რომ ისინი დასახლდნენ ჰიჯაზში, სადაც დღეს არის მექა იქ. გვახსოვს, წყალი როცა აღმოაჩინა წყარო ისმაილმა, მერე გაუჩნდა მას 12 ძე და იმათგან მოდიან არაბები. ახლა ტერმინი არაბი არის საინტერესო, საიდან მოდის ეს სახელი და საერთოდ რას ეძახოდნენ ისმაილის შთამომავლებს, ხო? რას ნიშნავს ტერმინი არაბი? ახლა ბევრი ვერსია არის, რომ საფუძველი რა არის, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც ითვლება, რომ არაბი ნიშნავს მოხეტიალეს, რომელიც დადის, მოძრაობს. სხვათა შორის არის ამაში რაღაც ლოგიკა, როცა საუბარია იმ ხალხზე, რომელიც ისმაილის შთამომავლები არიან, რომლებმაც ბევრი იმოძრავეს, ბევრი გამოიარეს, ბევრი განსაცდელი გამოიარეს, ხო? მაგრამ ყოველთვის არაბებს არ ეძახოდნენ სხვა ხალხები. თავის თავს კი ეძახიან არაბს, მაგრამ სხვა ხალხები განსაკუთრებით შუა საუკუნეებში სხვა ტერმინებით მოიხსენიებდნენ. მაგალითად ძალიან გავრცელებული იყო სარკინოზი, რუსულად სარაცინი, ისმაილიტები, აგარიანები, აი ქართულ წყაროებში ჩვენ გადავაწყდებით ან ძველ ქართულ წყაროებში ან სარკინოზებს ეძახიან ჩვენი წინაპრები, ან აგარიანებს. ახლა აგარიანი გასაგებია რას ნიშნავს, ხო, აგარის შთამომავლები. რას ნიშნავს სარკინოს? ეს უკან საყივარი სიტყვა არის, არასასიამოვნოთ მოსასმელი, მაგრამ ასე მოიხსენიებდნენ სხვა ხალხები. სარას ძაღლები, კინოს არის ძაღლი, ბერძნულად, ხო? ანუ სარას ძაღლები, ანუ სარამ როგორც ძაღლები ისე გამოაქვთ. ანუ ეს დამცინავიც იყო, ხო? ეს სახელი. ამიტომ გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში, ბერძნულ წყაროებშიც, ლათინურშიც, სარკინოზებს ეძახიან, აგარიანებს ეძახიან ისმაილიტებსაც, ანუ ისმაილის შთამომავლებს, ხო? გავრცელდნენ, გამრავლდნენ და არაბეთის ნახევარკუნძული დაიკავეს ისმაილის შთამომავლებმა და მოვედით აგერ უკვე მე-7 საუკუნის ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნემდე, მის დასაწყისამდე. რა სურათს ხედავთ ახლა არაბეთის ნახევარკუნძულზე, როგორც რელიგიურს, ისე გეოგრაფიულს, ისე ეთნიკურს, ხო? რო ავიღოთ გეოგრაფიული ასეთია, ჩრდილოეთ არაბეთის ნახევარკუნძული უდაბნო არის, მაგრამ ახლოს არის ძალიან დიდარ ქვეყნებთან, როგორც იყო ბიზანტია, როგორც იყო მესოპოტამია, რომელიც იმ დროს სასანიდების ირანში შედიოდა და აქ ცხოვრობენ ჩრდილო არაბული ტომები. განსაკუთრებით ესენი არიან ნაბატეველები, ესენი არიან ჰასანიდები, ესენი არიან ლაჰმიდები. ახლა ნაბატეველები და ჰასანიდები ქრისტიანები არიან, იმიტომ ბიზანტიასთან აქვთ ურთიერთობა. უფრო მონოფიზიტური მიმართულების არიან, რაც შეეხება ლაჰმიდებში გავრცელებულია ქრისტიანული მიმდინარეობა, ნესტორიანიზმი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი არის მაზდეიანობის მიმდევარი. სამხრეთში, არაბეთის ნახევარკუნძულში, რასაც იემენს ვეძახით, ჩვენ დიდი იემენს ვეძახით, ეს უფრო ძველი კულტურის ქვეყანა არის, ჯერ კიდევ ბიბლიური ფესვებით, ძველი აღმოსავლეთი ცნობილია. საბის სამეფო, თქვათ, მერე ხიმიარიტების სამეფო და ასე შემდეგ და ეს მიწათმოქმედები არიან, მაღალი განვითარების მიწათმოქმედები, სხვათა შორის თავის დამწერლობაც აქვს, რომელიც არ არის დღევანდელი არაბული წინამორბედი. ცალკე მივიწყებული და დაღუპული დამწერლობა, მაგრამ ჰქონდათ მათ ჰქონდათ ურთიერთობა ბერძნები, ანუ ჯერ რომის იმპერიასთანაც, ირანთანაც და რაც თავარი აქსუმის სამეფოს, აქსუმი რა დღევანდელი ეთიოპია. ეთიოპია ვიცით, რომ აფრიკაში ორი ქვეყანა იყო დიდი ისტორიის მქონე, ეს იყო ეგვიპტე და ეს იყო ეთიოპია, რომელსაც ადრე აქსუმი ერქვა, მერე აბისინიასაც ეძახიან, სხვადასხვა სახელებით არის ეს ცნობილი, მაგრამ დღევანდელი ეთიოპია. აქსუმიტები ქრისტიანები არიან, მონოფიზიტური მიმართულების, კულტურული გავლენები ჰქონდათ მათ იემენზე, ხიმიარიტების სამეფოზე, მაგრამ ამავე დროს აქ არიან ძალიან ბევრი ებრაელები.
ამაზე და ვისაუბრებთ ახლა, ხო? ხო, რა შეეხება ცენტრს, ახლა ჩვენ ჩრდილოეთი თქვით, სამხრეთი თქვი, რა შეეხება ცენტრი, რასაც იჯას ეძახიან და იამამს ეძახიან, ეს არის უდაბნო, გავარვარებული უდაბნო. ალაგ-ალაგ დიდი და მცირე ოაზისებით. აქ ცხოვრობენ უკვე მომთაბარეები. არაბი მომთაბარე ტომები, ძალიან ბევრი, ძალიან ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთმანეთს შორის მტრობა აქვთ. აქვთ კონფედერაციები, აქვთ ფედერაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ცენტრალურ არაბეთში, კერძოდ მის დასავლეთ ნაწილში, წითელი ზღვის სანაპიროსთან ახლოს არის დიდი ქალაქი, სავაჭრო ქალაქი მექა. სადაც ცხოვრობენ კურაიშიტების ტომი, ბანუ კურაიში, ასე ქვია. არაბული ტომია. კურაიშიტები შედგებიან 10 გვარისგან, 10 კლანისგან. ამ ქალაქს არც არჩევითი ორგანო ყავს, არც თვითმმართველობა აქვს, არაფერი არ აქვს, მაგრამ მართავენ ეს 10 ტომი, 10 კლანი, მათი საბჭო, მათი ლიდერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა თვითონ არაბები როგორები არიან, ხო, აი როგორი ხალხი არიან არაბები რა, ძალიან საინტერესო ზნეობის და ეთიკის მქონე. ვინ არის არაბი? პირველ რიგში არაბი, აი ცენტრალურ არაბებზე ვამბობ, მომთაბარეებს. არაბი არის თავისუფალი აბსოლუტურად. მას არ აქვს ვალდებულება მაგალითად გადასახადი გადაიხადა. გადასახადს არაბი რომელიც გადასახადს იხდის იმ პერიოდზე ვამბობ, ეს ნიშნავს რომ მონაა ის, დამარცხებული, დახარკული. ცხოვრობენ ტომებად, კლანებად და ტომი არის მათთვის ყველაფერი, სამშობლოც, უსაფრთხოების ადგილიც, ხო? ტომი იღებს გარანტიებს თავის წევრზე, ის იცავს. არაბს აქვს შემდეგი აუცილებელი პირობა უნდა შეასრულოს. არაბი აუცილებლად უნდა იყოს ერთგული თავის ტომეს. მეორე აუცილებლობა და ვალდებულება. არაბმა უნდა აიღოს სისხლი. სისხლის ვალდებულება. მისი ტომიდან ვინმე თუ ან მოკლეს, ან დაჩაგრეს, ან შეურაცხყოფა მიაყენეს, ის აუცილებლად არის შურის მაძიებელი. და მესამე თვისება, ძალიან კარგი თვისება, ეს არის სტუმართმოყვარეობა. სტუმარი არაბისთვის არის ყველაფერი და ღირსება. არაბებში ითვლებოდა ვისთანაც სტუმარი მიდიოდა, ის ითვლებოდა ყველაზე მაღალი ავტორიტეტის ადამიანი. ამ ტომებს მართავენ შეიხები. ანუ მეთაურები, ტომის მეთაურები. და როგორც წესი, სტუმარი როცა მოდიოდა, შეიხიღებულობდა, იმ ტომის შეიხიღებულობდა, ეს იყო დიდი პატივი. აი ეს სამი რამ იყო აუცილებელი პირობა, რომ ყოფილიყავი სრულფასოვანი წევრი სოციუმის. ეს არის ერთგულება ტომის, ეს არის სისხლის აღებისთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტუმარ მასპინძლობა. მაგრამ ამავე დროს არაბს აქვს სრული თავისუფლება. მას არ აქვს არავითარი ვალდებულება. მას შეუძლია, მაგრამ მისი ტომი როცა მიდის საომრად, მას აქვს უფლება რომ არ წავიდეს საომრად. მას აქვს უფლება ბრძოლისველი მიატოვოს. მას შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს. მაგრამ სანაცვლოდ თუ ის ასე იქცევა, მაშინ ტომი მასზე უარს ამბობს. ურთიერთ უფლება ვალდებულება არის ტომსა და პერსონას შორის, წევრს შორის, ხო? და მაგალითად თუ ძალიან უდისციპლინო ტომის წევრი ხარ, შეიძლება მოგიკვეთონ. გაძევება, ამას ეძახიან ხალი, ანუ უპატრონო. აი თუ ტომმა მოგიძულა და განკვეთა გაგიკეთა და ხალი გახდი, ხარ პირუტყვის უფლებები გაქვს. ნებისმიერ შეუძლია მოკლას. ნებისმიერ შეუძლია დაგიმონოს, ნებისმიერ შეუძლია შეურაცხყოფა მოგაყენოს. დაუცველი ხდება. აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ამიტომ აი ამ წონასწორობაზე იდგა ტომსა და ანუ სოციუმსა და უფლება მოვალეობა. მორჩა და მოვალეობის გარეშე არ არსებობს. ამიტომ არაბისთვის ეს იყო ტომი იყო ყველაფერი რა. ქალის მდგომარეობა როგორი აქვს? უფლებო არის ქალი, ძალიან. ქმარ შეუძლია ნებისმიერ დროს ის განაძევოს. უმიზეზოდ. მამაკაცს თავარი მოვალეობა არის, უნდა იომოს, მეომარია. ქალის მოვალეობა არის, სახლს უნდა მიხედოს, ბავშვები უნდა გაზარდოს.
მაგრამ უფლებები არაფრის არ აქვს, მაგრამ აქვს გარანტიები. კი, ვამბობთ, რომ შეიძლება ქმარმა განაძევოს, შეიძლება მოკლას კიდევაც. მაგრამ ერთი რამე არ დაგვავიწყოს, ამ ქალს ნათესავები ყავს. თავისი გვარი ყავს, თავისი ტომი ყავს. ამიტომ ნებისმიერი არაბი ქმარი ასჯერ დაფიქრდებოდა, შეურაცხყოფა მიეყენებია მისი ცოლისთვის, ან განეძევებია, ან თუნდაც მოეკლა. და ეს უსამართლოდ. უსამართლოდ, რა თქმა უნდა, სამართლიან თამას არ აქვს ნიშნა, მას ყავს ძმები, მას ყავს ბიძაშვილები, მას ყავს მამა, მას ყავს ბიძები, მას ყავს ტომი, მას უდგას კლანი და ასე არ არის. ასე ვერ დაჩაგრავ რა. სისხლს აიღებენ. სისხლის აღება ქალზე ვრცელდება. აი ასეთ მდგომარეობაში მივედით და საუბრობთ ახლა ქალაქ მექაზე. მექაში ცხოვრობს ყურაიშტების ტომი, ეს არის მდიდარი ტომია, ვაჭრები არიან, ვაჭრობენ წარმატებით. ყველაზე მომგებიან ადგილზე არიან სავაჭრო გზების, რასაც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შტო მოდიოდა, მაგალითად, ინდოეთიდან შემოდიოდა გემებით საქონელი, ირანიდან შემოდიოდა ასევე წყლით საქონელი იემენში და იემენიდან მე მექაში ჩამოდიოდა ეს საქონელი და მექაში ხდებოდა მისი გადალაგება და მე მიდიოდა ბიზანტიაში, კერძოდ სირიის პროვინციაში. საერთოდ გრანდიოზული ქარავნებს აწყობდნენ მექელები, რამოდენიმე 1000 აკლები, მაგრამ წელიწადში ორჯერ იყო სეზონი. ზამთარში მათი აკლემები მიდიოდნენ იემენში, ხოლო ზაფხულში მათი აკლემები მიდიოდნენ ბიზანტიაში. და მიიქონდათ ურთიერთგაცვლა და წარმოუდგენლად მდიდარი ტომი იყო. რახან მდიდარია, ესე გავლენიანია. მათ ყავთ მოკავშირეები ყავთ ბედუინებში, ანუ მომთაბარე არაბებში. და ჰიჯაზში, ანუ დასავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე ისინი ყველაზე გავლენიანი ტომი არის. ყურაიშტები. სწორედ ყურაიშტები ფიქსირდებიან უკვე ისლამის გამოჩენამდე 200 წლით ადრე ჩვენ შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ყურაიშტები მართავენ მექას. მანამდე იემენური ტომი იყო და ბევრი რაღაცები ახლა ჩვენ რომ დომინირება მოახდინეს უკვე 200 წლით ადრე. საინტერესოა ესა, ხო? რაც შეეხება ყურაიშტების ტომში არის 10 გვარი ვთქვით. ერთ-ერთი გვარი არის ჰაშიმის გვარი. ეს არის მომავალში, როცა ჩვენ ვისაუბრებთ, მოციქულ მუჰამედის დიდპაპა. ჰაშიმი არის ძალიან, ხო, რაც თავარია მექაში არის აი ეს ქააბა, როცა ჩვენ თქვით, რომ ისლამური გადმოცემით იბრაჰიმი ჩამოვიდა და ისმაილს აქ უფლის ტაძარი აუშენა. ამიტომ გარდა სავაჭრო ცენტრის, ეს რელიგიური ცენტრიც არის. მაგრამ როგორ ჩანს, ეს ერთღმერთიანობის განცდა მაინც იყო. არაბების ტომში, თუმცა რაც შეეხება რელიგიურად, მე წარმართობა მოიკიდა ფეხი, მაგრამ მექა მაინც ცენტრია რელიგიურ და რელიგიური ცენტრი არის როგორც წარმართებისთვის, ასევე მონოთეისტებისთვისაც და თუ ავიღებთ რელიგიურ რუკას არაბეთის, ხო? ეს არის, ну, არ ვიცი, ადგილი, სადაც ლამის ყველა რელიგიური სექტა იყრის თავს. თან საინტერესო რა არის? დევნილი სექტები თავს იყრიან. თავიანთ ქვეყნებიდან გამოყრილი სექტები, ხო? მაგალითად, აქ ნახავთ ძალიან ბევრ ქრისტიანს მონოფიზიტური მიმართულების. აქ ნახავთ ნესტორიანელებს, აქ ნახავთ ირანული რელიგიებიდან, აქ ნახავთ მანიქეველებს, აქ ნახავთ მაზდაკელებს, ხო? აქ ნახავთ ებრაელებს. ძალიან ბევრს, განსაკუთრებით სამხრეთში, იემენში, სადაც სახელმწიფო რელიგიაც კი გახდა, ხო? მაგრამ აქ ნახავთ ასევე წარმართებს. ამ ყველა არაბულ ტომს თავისი რაღაც ბომონი ყავს, რაღაცა ღმერთი ყავს, რომელიც ან ბუნებრივ მოვლენასთანაა დაკავშირებული, ან რაღაცა სხვასთან, ხო? და მექა ეს ყველაფერი, ეს ყველა რელიგიური თემატიკა თავს იყრის ქააბას ეზოში, სადაც ეს აბრაამის, ანუ იბრაჰიმის მიერ აშენებული ოთხკუთხედი ტაძარია, ხო, ისმაილთან ერთად რო ააშენა. და მის გარშემოა თავმოყრილი. აქ ნახავთ, როგორც ამბობენ, 360 კერპი იდგა. მაგრამ ამ კერპებს შორის თქვენ აუცილებლად ნახავთ ქრისტიანულ სიმბოლიკებს. მაგალითად, ცნობილია, რომ ქააბაში იყო ღვთისმშობელი მარიამისა და ქრისტეს ხატი. ამ თვალსაზრისით, ამ პერიოდის არაბები
ძალიან შემწყნარებლებიან. რაც შეეხება კონფლიქტები ბევრია მათ შორის. კონფლიქტები რელიგიის ნიადაგზე არ არის მათ შორის. ყველას აქვს უფლება ილოცოს, რაც უნდა გააკეთოს, მსხვერპლი შეწიროს და ეს მთელი ეს ცენტრალური არაბული ტომების რელიგიური ცენტრი არის მექა. თან რელიგიური ცენტრია, თან საოცრო ცენტრი. ამიტომ ხდებოდა ძალიან ხშირად რელიგიური მომლოცველების ჩამოსვლა, რომელსაც ქვია ჰაჯი. და ბევრი ჩამოდიოდა. ჩამოდიოდა სავაჭროთაც, ჩამოდიოდა მოსალოცად და პატივის მისაგებად თავიანთ კერპებზე, ბომონებზე, თავიანთ კულტზე და ასე შემდეგ. მაგრამ ამ არაბებს, ამ წარმართ არაბებს შორის არის ასეთი მოძრაობა, ჰანიფებს ეძახიან. ვინ არიან ჰანიფები? ჰანიფები არიან ერთი ღმერთის მიმდევრები, თვითონ არაბები. ესენი არც ებრაელები არიან, არც ქრისტიანები არიან, მაგრამ აღიარებენ, რომ ერთი ღმერთია. ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს ალლაჰი, ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს რაჰმანი, რაჰმანისტებსაც ეძახიან. რაჰმანისტები განსაკუთრებით სამხრეთში არიან, იემენში. და ეს ჰანიფი ისეთი ტერმინი გახდა, რომ ყურანში ხანდახან არის და ისლამურ თეოლოგიაში ჰანიფი და მუსლიმი ლამის ერთ და იგივეს ნიშნავს. მაგალითად, ყურანი ამბობს, რომ იბრაჰიმი, ანუ აბრაამი ჰანიფია. ერთი ღმერთის მიმდევარი. მაგრამ როგორც ასეთ კლასიფიცირებული რელიგიური სისტემა ჰანიფიზმი არ არის, არც წერილობითი ძეგლები აქვს, არც დოქტრინალური, თქვათ, ლიტერატურა აქვს, არაფერი, ამბობენ, რომ ერთი ღმერთია. და სწორედ ამ დროისთვის, როცა უკვე კურაიშტები მდიდრები არიან, მექა ცენტრია ლამის რელიგიური და სავაჭრო და ეკონომიკური და პოლიტიკური ლამის, იმიტომ რომ ბევრი ტომი მიბმულია მექაზე სამოკავშირეო ხელშეკრულებით. 570 წელს მექაში იბადება ბიჭი. სახელად მუჰამად. მუჰამედი, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო? ქართული ისა ვარიაცია. ვინ არის მუჰამედი? მუჰამედი არის ჰაშიმის შვილთაშვილი, რომელიც ვიცით, რომ უკვე ბანუ ჰაშიმის, ანუ ჰაშიმის გვარის მეთაური. ის დაიბადა ყურაიშიტების ტომში, ჰაშიმის გვარში. ვიცით მშობლები, ახლა როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი დაუზუსტებელია, რატომ? იმიტომ რომ ისლამური წყაროები გვიან იწყება. მუჰამედის მოღვაწეობიდან რამოდენიმე ასეული წლის მერე ხვდებით უკვე მის ბიოგრაფია. ყველაზე ახლო ბიოგრაფიული ცნობები მუჰამედის გარდაცვალებიდან 150 წელში იწყება. ამდე თქმულებების სახით გადა, ბევრი რამე დაუზუსტება, ბევრი მოვლენას რამოდენიმე ვერსია აქვს, ახლა ჩვენ თქვით კიდევაც, მე ერთ ვერსიას გავყვები, რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ, ხო? დაიბადა მამამისი ერქვა აბდალლა. ბანუ ჰაშიმის წევრი არის და დედამისი ქვია ამინა. ამინა წარმოშობით არის იასრიბის ქალაქ იასრიბიდან, ჩრდილოეთიდან, რომელიც 3 დღის სავალზე არის მექიდან და მათ გაუჩნდათ მუჰამედი, მაგრამ როცა დაიბადა მუჰამედი, ორი ვერსია არსებობს. მამამისი აბდალლა უკვე მკვდარია, სირიაში იყო სავაჭროდ წასული. ერთი ვარიანტი არის, რომ ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა. მეორე ვარიანტი არის, რომ უკან დაბრუნდა, რამოდენიმე თვის იყო და გარდაიცვალა მუჰამედი, როცა დაიბადა. ანუ მას არ უნახავს მუჰამედი. შვილი არ უნახავს. ხა, არაბებს ჰქონდათ ასეთი წესი, ქალაქებში ვინც ცხოვრობდნენ, მათ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული გაშვილების წესი ჰქონდათ. მეზობელი მომთაბარე ტომები, რომლებიც ახლა შეძლებულები არ იყვნენ, ყოველთვის იყო პრობლემა, შიმშილის, თქვათ, სოფლის მეურნეობის პროდუქტი ახლა ნაკლებად ჰქონდათ, უფრო პროტეინის დიეტაზე იყვნენ, ხორცი, და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა პური და ბოსტნეული და ესენი და ნივთები, ტანსაცმელი, ხო, ეს ქალაქებში იყო. ამიტომ წესი იყო ასეთი, გარკვეული პერიოდიკის დროს მოდიოდნენ ახალგაზრდა ქალები ამ მომთაბარე ტომეებიდან და მიყავდათ მექელი ბავშვები აღსაზრდელად. მექელებს ეს აწყობდათ, იმიტომ ზაფხულში აუტანელი სიცხეები იყო, მტვერი იყო,
წვიმების დროს ტალახი იყო, ხაერი ეკოლოგია არ იყო მექაში კარგი, ამიტომ თავიანთ შვილებს აშვილებდნენ ამ ბედუინების ტომებში და სწავლობდნენ იქ, შრომობდნენ, წყემსებას სწავლობდნენ, ბრძოლას სწავლობდნენ, შვიდის მოზიდვას სწავლობდნენ, ცხოვრების წესად სწავლობდნენ ბედუინების, ანუ აფასებდნენ ისე. სხვათაშორის ჩვენთანაც იყო, ხო, არისტოკრატები თავიანთ შვილებს გლეხებს ასდევიებდნენ, ხო? და ბანუ საადის ტომიდან იყო ასეთი ქალი, ჰალიმა, მაშინ 6 თვის იყო მუჰამედი. ჰალიმამ წაიყვანა მუჰამედი. და 5 წლამდე ზრდიდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან უყვარდა მუჰამედს ჰალიმა. თავისი გამზრდელი. ძალიან ისეთი სენტიმენტები ჰქონდა თავის ძიძის მიმართ. 5 წლის ასაკში დააბრუნა მე ჰალიმა, მას ეხდებოდა ხო, რომ წამოიზნებოდა, მე სახლში აბრუნებდნენ. დააბრუნა, ამინამ წაიყვანა იასრიბში თავის ნათესავებთან ერთხელ 7 წლის ასაკში მუჰამედი, დედამისმა. და უკან რო წამოვიდა მექაში გზაში გარდაიცვალა დედა. მუჰამედს მოუკვდა და 7 წლის ასაკში დაობლდა. არც მამა ყავს, არც დედა ყავს. და მას მეურვეობა აიღო ბაბუამისმა, აბდალმუტალიბი. ეს აბდალმუტალიბი არის ამავე დროს ჰაშიმიტების გვარის, კლანის მეთაური. და აქვს დიდი პოზიცია, დიდი ავტორიტეტი მექაში, რატომ? იმიტომ რომ როცა ეს მომლოცველები ჩამოდიოდნენ თავიანთ კერპებთან და ქააბას გარშემო დადგმულ კერპებთან, იქ ბევრი ხალხი ირეოდა. იმას ჭირდებოდა ლოჯისტიკა, წყალი ჭირდება, საჭმელი ჭირდება, ხო, ამდენი მლოცველი როცა და ამას ჰქონდა ეს პატივი, რომ მლოცველებს ამარაგებდა საკვებით და ამარაგებდა წყლით. აბდალმუტალიბი ძალიან გავლენიანი კაცი იყო და მას ძალიან უყვარდა მუჰამედი, თავისი ობოლი შვილიშვილი. ხო, მაშინ როგორ იყო, იცი, ძალიან ძვირი იყო განათლების მიღება. აი მექაში არის ასეთი ცნობა, რომ მუჰამედის დროს მექაში წერა-კითხვა იცოდა 22 კაცმა მარტო. ამიტომ კი ძალიან უყვარდა ბაბუამისის, მაგრამ განათლება არ მიცა და მუჰამედი იზრდებოდა, წყემსი იყო, ბაბუამისი საქონელს წყემსავდა, სულ დადიოდა, მოძრაობდა, რაღაცებს აკვირდებოდა, ვაჭრებს უკვირდებოდა, საკმაოდ კარგად შეისწავლა კომერცია. მაგრამ 9 წლის ასაკში მოკვდა ასევე ბაბუამისიც. და მისი მეურვეობა იყო მამამისის ძმამ, ბიძამ აბუტალიბი, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა მას. და აბუტალიბსაც ძალიან უყვარდა. საინტერესო ისე, რომ აბუტალიბს ერთ-ერთი შვილი ყავს ალი, დავიმახსოვროთ ეს, მუჰამედის ბიძაშვილი. 19 წლით უმცროსი იყო მუჰამედს, ალი. და მერე მოგვიანებით აბუტალიბი როცა გაკოტრდა, მერე მუჰამედმა იშვილა ალი, თავისი ბიძაშვილი. აი ალი დავიმახსოვროთ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა არის ისლამში, მუჰამედის ბიძაშვილი. გაიზარდა მუჰამედი დავაშკაცთა ძალიან გამოირჩეოდა თავის პატიოსნებით, ალამინს ეძახოდნენ, ანუ სამდოს. ახლა ვაჭრების საზოგადოებაში ახლა ტყუილი, სიცრუე, თქვათ, რაღაცა ბოსული იყო, მაგრამ მუჰამედი ითვლებოდა, რომ ეს არასდროს ტყუილს არ ამბობს. სხვათაშორის მან დაუშვა ისლამი გრძალავს ტყუილის თქმას, მაგრამ მუჰამედმა დაუშვა 3 ვარიაციაში ტყუილი, როდის შეიძლება მოიტყუილოს ადამიანმა. ეს არის როცა მშვიდობის მქმნელი ხარ და უნდა შეარიგო, თქვათ, ვიღაცები და მშვიდობისთვის შენ შეგიძლია ტყუილი თქვა. ანუ შედეგი უნდა იყოს მშვიდობა, დამშვიდება, შეთანხმება. მეორე ეს არის როცა ბავშვს ამშვიდებ. შენ შეგიძლია მოატყუილო, ახლა ჩვენც ვატყუილებთ ხო, ზღაპრებს უღვებთ, სანტა-კლაუსი ამბები რაღაცა. მესამე ეს არის როცა ეს განსაკუთრება. მესამე ეს არის როცა მუსლიმს სიკვდილი ელოდება იმის გამხელისა, გამო რომ მუსლიმი, ანუ მტრების გარემოცვაში, მას შეუძლია მოიტყუილოს და დამალოს, ამას ქვია თაკია. დამალვა თუ ვინ ხარ შენ, თავარია გადარჩე. არ მეთაკილება ეს ქართული სიტყვა? თაკია. რა შეიძლება? არ დავფიქრებულ ვარ, ხო.
25 წლის ასაკში უკვე მუჰამედი არის დასრული მამაკაცი, სახელი აქვს კარგი, პატიოსანი და სანდო ადამიანის სახელი აქვს და კომერციაში ავლენს საკმაოდ კარგ წარმატებებს და ამ დროს ის დაიქირავა მექაში ცხოვრობს დიდარი ქვრივი ქალი ხადიჯა 40 წლის არა ხადიჯა უმდიდრესი ქალი ისი ბიზნესი არის ქარავნების გაშვება იემენში და ქარავნების გაშვება სირიაში. ძალიან მდიდარი ქალია, დიდი მემკვიდრეობა აქვს. და ხადიჯამ დაიქირავა ის გახდა მისი ბიზნეს წარმომადგენელი თანამედროვე. მუჰამედს გაატანა და გააყოლა დიდი ქარავანი სირიაში. მუჰამედმა იქ წარმატებით მოივაჭრა. დიდი მოგება ნახა თან ახლავს ხადიჯას მიერ გაყოლებული მსახურიც რომელმაც ამბავი უნდა ჩამოიტანოს ანუ ამოწმებს ის წესიერად ხდება საქმე არ ხდება რა მოხდა როგორ ანუ გადაზღვევა ხდება როცა ჩამოვიდნენ ამ მსახურმა ხადიჯას უთხრა ეს არის ბრწყინვალე კაცი ფანტასტიკური კაცი კარგად შედის კონტაქტში, წარმატებული გააკეთა, არაფერი არ მოუპარავს, ყველაფერი წესიერად ჩაატარა. ხადიჯა დაფიქრდა. და მუჰამედი გარეგნულად ძალიან ლამაზი კაცია, როგორც აღწერენ, ხო? ძალიან ეფექტური გარეგნობის კაცია, ახალგაზრდა კაცია. თავისი მეგობარი ქალის, ანუ დაქალეს საშუალებით ხადიჯამ ჯერ თავის მეგობარ ქალებს, დაქალებს გაუზიარა, როგორი კარგი ახალგაზრდა. მეგობარმა ქალებმა ურჩიეს და თუ კარგი ახალგაზრდა ასეთია, პატიოსანია, ნიჭიერია, საქმეს კარგად აკეთებს, ადექი და დაქორწინდეთ. და ხადიჯამ თავისი დაქალი გააგზავნა მუჰამედთან ზეადებით. ცოლის მოყანავა არ გინდაო? ასევე ვამარტივებ ახლა. კიო, მაგრამ მე უპოვარი ვარ. სოთეშორის ცოლის მოყვანას აუცილებლად ჭირდება მახლი უნდა გადაიხატო. მახლი არის ქმარი უხთის ცოლს ქონებით ან ფულით, რომელიც მისი წილია და გაყრის პირობებში ის მახლი ცოლს რჩება. უპოვარი ვარ და არ შევიძლია და ნუ ეს ქალი შესთავაზებს, აი ხადიჯა. არ გჭირდება შენ არაფერი, არც მახლის გადახდა, არც არაფერი. თუმცა აბუტალიბმა გადაუხადა მაინც მახლი. ბიძამის. იქორწინეს. ეს აღმოჩნდა ბედნიერი ქორწინება. 25 წლის მუჰამედი და 40 წლის ხადიჯა. 6 შვილი გააჩინეს. 2 ძე და 4 ქალიშვილი. სოთეშორის მუჰამედის გარდაცვალების დროს მარტო ერთი ქალიშვილი იყო ცოცხალი ფატიმა, უსაყვარლესი ქალიშვილი. ამ შვილების მიმართულებით მუჰამედი და ტრაგიკული კაცი იყო. ქალიშვილები გარდაეცვალა და როცა თვითონ გარდაეცვალა, ფატიმა იყო ცოცხალი, რომელიც მალევე მოკვდა მამამისის სიკვდილის მერე რამოდენიმე თვეში გარდაეცვალა. ბედნიერი წყვილია. ფატიმას აქვს დიდი სახელი მექაში. ძალიან გავლენიანი ქალი არის, ხო? გადის წლები ბედნიერად ცხოვრობენ, მუჰამედი არის ფიქრებშია. იმიტომ ხედავს ახლა ეს ამდენი რელიგია, ამდენი ის მოდის, ამდენი ლავა ყველას თავის ჭეშმარიტ რაშია საქმე. ხანიფური გავლენები მას ჰქონდა, რა თქმა, ხანიფებს იცნობდა ის ხადიჯას ნათესავებში იყვნენ ხანიფები და შეკითხვებს სვამდა. თავის დროზე ბიძამისმა წაიყვანა 9 წლის იყო სირიაში სავაჭროდ რო წაიყვანა იქ გაიცნო სირიელი ბერი ქრისტიანი ბაჰირა რომელმაც რაღაცებზე ესაუბრა მე იმ ბაჰირამ აბუტალიბს უთხრა რომ ამბავს მიხედეთ ამას დიდი მომავალი აქვს მუსლიმები თვლიან რომ ბაჰირა მიწინასწარმეთ ყველა რომ მუჰამედი იქნებოდა მოციქული ხო ამიტომ ამ შეკითხვებს უფალთან დაკავშირებით ყოველთვის ინტერესიანი ახალგაზრდა კაცი იყო რაღაცები და ბოლოს მოხდა ერთი სასწაული მთავარი მოვლენა ისლამის დაფუძნებაში ეს არის 40 წლის ასაკში ჰირას კლდის გამოქვაბულში მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ან ჯიბრაილი არაბულად ამის მერე იწყება გადმოცემა ყურანის. რას ნიშნავს?
გაბრიელმა დაიწყო ჯიბრაილმა დავარქვათ პატივიცეთ მუსლიმებს და იმ სახელით მოიხსენიოთ, ხო? ჯიბრაილის საშუალებით ალლაჰი უფალი გადმოსცემს თავის წიგნს ყურანს. ყურანის ავტორი არ აქვს, უпроსტოდ ყურანის ავტორი ადამიანი არ არის, ყურანის ავტორი არის ალლაჰი, ღმერთი, ერთი ღმერთი. ხო? მე მოგვიანებით ვისაუბრებთ ყურანის პრინციპებზე აუცილებლად, ხო? 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ჯიბრაილი ასე წინადადებად გადმოსცემს ყურანს. ერთად კი არ მოუყვა, არამედ ნაწილ. ყურანი იყოფა ორ ნაწილად, არის მექური სურები და არის მედინური. ხო, ამაზე მე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ერთ სიტყვით მუჰამედს აქვს ხილვა. მუჰამედმა მიიღო გზავნილი უფლისგან. მაგრამ ამას გამხელა უნდა, ხო? პირველი ვისაც გაუმხილა და ვინც პირველი გახდა მუსლიმი, ეს არის ხატიჯა. მისი მეუღლე. ხატიჯა იყო ყველაფერი მისთვის. ფარველიც, სიყვარულიც, მისი შვილების დედაც, დამხმარეც, თანამდგომი, გამგები და პირველი ვინც ირწმუნდა. აი ითვლება რომ ხატიჯას და მუჰამედის ცოლ-ქმრობა არის ეტალონი, მარტო მუსლიმებისთვის კი არა. მე მგონი ყველასთვის უნდა იყოს ისეთი სიყვარული ქონდათ და ისეთი პატივისცემა. შემდეგი ვინც გაიგო ამის შესახებ იყო ალი, ის ბიძაშვილი, ბავშვია ჯერ პატარა. მესამე კაცი ვინც გაიგო ისლამის შესახებ ეს არის მუჰამედის მეგობარი, თითქმის ტოლები იყო აბუ ბაქრი. და მეოთხე ვინც გაიგო ისლამის შესახებ არის ოსმანი, უსმანი. აი ეს პირველი 4-ეული არის მამაკაცი, მაგრამ პირველი მუსლიმი თუ ვინმე იკითხავს, ვინ იყო, ეს აქალია. ხატიჯა. მუჰამედის მეუღლე. სხვათა შორის ეძახიან მუსლიმთა დედას. მუსლიმები ეძახიან ხატიჯას მუსლიმთა დედას, ხო? დაიწყო ვიღაცები უკვე გაიცნეს, ვიღაცები აიყოლიეს, მაგრამ უმძიმეს წინააღმდეგობას წააწყდნენ ყურაიშტებისგან, ერთი დეტალი რო დავაზუსტოთ. როდესაც მას გამქვაბულში ეუწყა. დიახ. მთავარ ანგელოზ გაბრიელის ჯიბრაილის მიერ როგორც აზუსტებ. ეს შემდეგ თავად აძლევდა ამას წერილობით ფორმას წერდა თუ იმახსოვრებდა. უყვებოდა. ხილვები ქონდა მუჰამედს, სადაც ჯიბრაილი უყვებოდა და რა თქმა უნდა მეხსიერებაც კარგი ქონდა, მე რახან საფრთხო სიტყვებია ის იმახსოვრებდა ყველაფერს და მე უკვე რახან წერაკითხა თვითონ არ იცოდა ის მისიანებს უყვებოდა, ზოგი იწერდა, ზოგი პალმაზე იწერდა, ზოგი ქვაზე წერდა, უმეტესობა ზეპირად იმახსოვრებდა, ასეთებს ეძახიან ხაფიზებს. ყოველ შემთხვევაში ქადაგებების ფორმა უფრო ქონდა. ქადაგებების, ხო, რომ აი გამოვიდოდა და აი მე გადმომეცა და აი მე გიყვებით ამას. ძალიან ბევრი რამე ყურანში ისეთია, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მიხვდება რა, ამიტომ როცა მე ყურანის რედაქტირება ამაზე ვისაუბრებ, ჩვენ ბევრი რამეს ახსნა ჭირდება ყურანში, ბევრი რამე გაუგებარია ჩვეულებრივ ასე. მოუმზადებლად ყურანს ვერ წაიკითხა. ბევრი რამე გაუგებარი იქნება ჩვეულებრივი ადამიანის. მით უმეტეს არამუსლიმებს, ძალიან ბევრი მუსლიმისთვისაც გაუგებარია ბევრი რამე. ამიტომ გაჩნდა მე მეცნიერება თაფსიროლოგია, რომელიც ახსნას აკეთებს ამათ და ეს თაფსიროლოგია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთმანეთს გამომრიცხავ ახსნებს აკეთებს, მაგრამ ახლა ამას დავანებოთ თავი ჩვენ მუჰამედის ბიოგრაფიაზე ვსაუბრობთ, ხო? მერე შეიძლება ჩვენ ისლამის თეოლოგიაზე და თეოსოფიაზე გავაკეთოთ ცალკე გადაცემა, საკმაოდ რთული ამბავი. მაგალითად, რა სხვაობაა ისლამსა და ქრისტიანობას შორის? ძალიან მცირე სხვაობაა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეუთავსებლობაა. აუცილებლად ცალკე უნდა მივუძღოთ. უნდა გავაკეთოთ, ფიქრობ. ახლა ჩვენ რატო უყვებით ამას ძვირფას მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ 1400 წელია ქართველებს ისლამთან ურთიერთობა გვაქვს და ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ამის შესახებ.
აი ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი განჯის ყადთან კამათობდა ისლამის წარმომავლობასთან და ყურანის თეოლოგიურ დისპუტში შედიოდა განჯის ყადი, ხო? ყადი ახლა იყო სასულიერო მოსამართლე, ხო? ყადი ყველა განათლებული კაცი იყო, ხო? მაგრამ ახლა დღეს რო აიღო, არაფერი არ ვიცით ჩვენ ქართველებმა. სხვათა შორის არც ქართველმა მუსლიმებმა ძალიან ბევრმა არაფერი არ იცის. ძალიან დამახინჯებულად არის შემოსული ჭორების, რაღაც საყივარი რაღაცა ხმების, გაურკვევლა ვიმეორებ გიორგიას და შევთანხმდით ჩვენს და ბევრ ჩვენ ტელემაყურებელს. თავარი მტერი არის უმეცრება. შეცდომასაც უშვებ, აგრესიული წხდები გაბოროტებს და ასე შემდეგ. განათლება არის სიკეთე. გაუცხოებს, ნაკლებად ტოლერანტულს, პერიგონი ხარ. სიძულვილს იწვევს. ხო რა, ხო, ნუ ახლა ამას დავანებოთ თავი, დაიწყო ისა, ბევრი მომხრეები ყავს, მაგრამ არც იმდენი. და დიდ წინააღმდეგობას წააწყდა მექელებისგან. ყურაიშტებისგან უჰამედს ყავს მტრები. ასეთი აბუ ჯაჰლი, ერთ-ერთი მუხლის გვარის მეთაური და ასეთი არის აბუ სუფიანი. აბუ სუფიანი დავიმახსოვროთ. ესე ომაელების კლანის მეთაური. ესენი არიან დაუძინებელი მტრები მუჰამედის. და დევნა დაიწყო. დევნა გულისხმობს, რომ ქააბასთან არ უშვებენ, ქუჩაში დასცინიან, ზოგიერთი მუსლიმი გალახეს კიდევაც. ანუ ავიწროებენ მუსლიმებს. მაგრამ მუჰამედს გამოუჩნდა ძლიერი მოკავშირეები და მეგობრები. ასეთი არის ორი კაცი, ომარი და ჰამზა ბიძამის. ჰამზა გოლიათია, მონადირია, მეომარია, ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ყურაიშიტია. ომარი უმამაცესი კაცია. ძალიან მოიგო. ომარი თავის დროზე მუჰამედის მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ მერე გახდა მისი მიმდევარი და მუჰამედის თემი გააძლიერა ომარისა და ჰამზას მიმხრობამ და ისინი მუსლიმები გახდნენ, მაგრამ მაინც წინააღმდეგობაში არიან. მექის უდიდესი ნაწილი ძალიან ცუდად შეხვდა ახალ რელი. რას ამბობს მუჰამედი, რომ დაანებეთ ამ კერპებს თავი რა, ერთი ღმერთია შეეშვით ამას რა. და ღმერთმა მოციქულების საშუალებით ჯერ იყო, ახლა მოციქულები ბევრია ახლა, ხო? საერთოდ ისლამი ამბობს, რომ რამოდენიმე 10,000 მოციქული იყო, მაგრამ განსაკუთრებული არის იბრაჰიმი, მუსა, იბრაჰიმი არის აბრაამი, მუსა, ანუ მოსე, ისა, ანუ იესო და მე ვარ მეოთხე, ბეჭედი, ალლაჰის, მუჰამედი. რატო და არის საჭირო, იმიტომ რომ ამ მოციქულების საშუალებით ალლაჰი უგზავნის თავის რწმენას ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები ამახინჯებენ ამას, რაღაცებს ვერ გებულობენ, ამიტომ მე ვარ საბოლოო ბეჭედი, ბოლო ბეჭედი ვარ ალლაჰის, ხო? ხო, ახლა ყურაიშტებს არ მოწონთ, ახლა ეს ახალი რელიგია მარტო იმიტომ კი არ მოწონთ, რელიგიურად მიუღებელია მათთვის და თავის ძველი ღმერთების მიმდევრება. ეკონომიკურად არ წამგებიან, იმიტომ რომ ახლა ეს ბომონები თუ გაანადგურე და არაფერი აღარ დატოვე, აღარ ჩამოვლენ ის ტომები. აღარ ჩამოვლენ სავაჭროთ, აღარ ჩამოიტანენ საქონელს, აღარ იყიდიან საქონელს, ამიტომ კომერციასაც ეხება ეს. მექა ზარალდება ამით. ამიტომ დიდ წინააღმდეგო იმ დონეზე მივიდა წინააღმდეგობა, რომ ნაწილი მუსლიმების გაიქცა მუჰამედმა მიცა უფლება, რომ ახლა ვერ დაგიცავთ მე თქვენ. ამიტომ რაღაცა მოვიფიქროთ, მე ხმა გავარდა, რომ აბისინიაში, ანუ აქსუმის სამეფოში, ეთიოპიაში არის კეთილი ქრისტიანი მეფე და იქ ნაწილი თავიდან 3 ქალი და 10 მამაკაცი წავიდა, ერთ-ერთი იყო ოსმანი, ვინც წავიდა დასაზვერად, რომ გაიგეთ რა, ხوار დავხოცავენ იქაც ხო ასეთი არ გველოდება შევიწროება. მერე ნაწილი, რამოდენიმე ათეული მუსლიმი, 483 ქალი და კაცი წავიდნენ, გაიქცნენ ემაში, აბისინიაში, იქ წლების განმავლობაში იქ ნეგუსი არ მეფე, ეთიოპურად მეფე არის ნეგუსი. ნეგუსმა კეთილი ნეგუსი არის ასეთი ცნობა, რომ ძალიან კარგად მიიღო მან ამ ქრისტიანმა ნეგუსმა, ხო და გადარჩნენ იქ ნაწილი, მაგრამ ნაწილი დარჩა აქ. და ახლა ეს ყურაიშიტებიც ფიქრობენ, რომ სამდე უნდა გაგრძელდეს ახლა მუჰამედის ბოგინი აქ რა, რატო უნდა იყოს მის ჭკუაზე და დაიწყეს ემბარგო გამოუცხადეს, ბლოკადა.
გამოუცხადეს და მოთხოვეს აბუ ტალიბს, ბიძამისი არ არის მუსლიმი. მაგრამ რახან არის კლანის თავი. ჰაშიმის კლანის მეთაური, 10 კლანი არის, ხო? მოთხოვეს, რომ რაღაცა კლანი პასუხისგებელია. კლან შეიხი ყავს, ხო? აბუ ტალიბს მოთხოვეს, რომ გააჩერე რა ეგ შენი ძმისშვილი. გაჩერდეს, გვაზარალებს, წინაპართა ღმერთებს ებძვის, ხო? და ბანუ ჰაშიმა უნდა უარი თქვას მეურვეობაზე, ანუ ხალი უნდა გახდეს, ანუ უპატრონო. არ დაიხია უკან აბუ ტალიბმა. და ჰაშიმის კლანმა უარი თქვა, რომ მიეტოვებიათ მუჰამედი. მეორე მცირე კლანი იყო ალ-მუტალიბი, რომელიც მიბმული იყო ჰაშიმის კლანზე და ისენიც, ანუ 10 კლანიდან 8-მ გამოუცხადა ბლოკადა ბანუ ჰაშიმს და ალ-მუტალიბს. ალ-მუტალიბი არ იყო ძლიერი კლანი, რომ ის იყო, რა ქვია, ჰაშიმის დაცვის ქვეშ იყვნენ და გამოუცხადეს ბლოკადა რას ნიშნავს? წყალი არ მიაწოდო, ქალი არ გააყოლო, სიძეთ არ მიიღო, თუ დედით ნაცისებები არიან, ბავშვები ამათთან არ უნდა დადიოდნენ, არ უნდა ივაჭრო, არაფერი, სრული იზოლაცია. და მუსლიმები, რომლებიც განფენილი იყვნენ, ახლა სხვადასხვა კლანიდან იყვნენ, ახლა ხო ესენი რა. განფენილი იყვნენ და უსაფრთხოების გამო ადგნენ და აბუ ტალიბის რეზიდენციაში გამაგრდნენ. ჰაშიმიტების, უпроსორად, ხო, ჰაშიმიტების უბანში. იქ გამაგრდნენ და კედელიც ამოაშენეს, ბლოკადაში არიან, ძალიან გაუჭირდათ ფინანსურად, აი აბუ ბაქრი ხა მაგალითად იყო ძალიან დიდარი კაცი და ის ინახავდა. მაგრამ ფული კი აქვთ ამათმა, პრობლემა რა არის, შიმშილობა დაეწყოთ. იმ ფულზე არ ყიდიან საკვებს. არ აძლევენ არაფერს. ვაჭრობაში ვერ მონაწილეობენ. 616 წელს დაიწყო ეს. გაგრძელდა 3 წელი. უმძიმეს 3 წელი ხო, ნაწილი ეთიოპიაშია, აქ ალყაში არიან, ვერ გამოდიან გარეთ, ესა, მაგრამ ამ ემბარგოთი დაზარალდა ასევე ყურაიშტებიც დაზარალდნენ, დაანჩენდნენ ტომები. და ერთხელ ჰაჯის ხო, ამას სათავეში უდგანან, ამ ემბარგოს უდგანან აბუ ჯაჰლი და აბუ სუფიანი, ისევ გავიმე აბუ სუფიანი განსაკუთრებით, ხო? მათ დაიწყეს ქააბას ეზო შეიგროვენ და 3 კლანმა გამოაცხადა, რომ გვეყოფაო რა. დავანებოთო თავი, ისინი ზარალდებიანო და ჩვენ ზარალდებითო და ჩაიშალა. 3 წლის მერე 619 წელს მოიხსნა. ეს ემბარგო, მუსლიმების ემბარგო, ბევრ რამეს გაუძლეს ძალიან ახლა. ცალკე ისტორიებია, რას გაუძლეს მაშინ. ხო, მაგრამ ამ წელს მოხდა 2 დიდი ტრაგედია დაემართა მუჰამედს. ერთი მოკვდა ბიძამისი აბუ ტალიბი, მისი მფარველი. წარმართად მოკვდა, ძალიან ეხვეწებოდა სიკვდილის წინ, რომ იქნები ისლამი, ნუ არა, ის დარჩა თავისი წინაპრების ღმერთების ერთგული, თუმცა არის მე მოგვიანებითი ისა ცნობები, რომ თითქოს სიკვდილის წინ ჩუმად შაჰადა აღიარა და რაღაც, მაგრამ ახლა ეს არ არის ასე სანდოდ და ხო მოკვდა აბუ ტალიბი, მაგრამ მალევე მოკვდა ხადიჯა. ეს იყო გრანდიოზული ტრაგედია მუჰამედის ცოლი. მუჰამედის ცოლი, მუსლიმთა დედა. სამდე ხადიჯაზე იყო დაქორწინებული, სხვა ცოლები არ ყავდა. მუჰამედის ცოლების თემა ცოტა გაურკვევლად არის ახლა. ზოგი 22 სიძახის, ზოგი 21 სიძახის, ზოგი 9 სიძახის, ზოგი 13 სიძახის. ანუ საბოლოო ჯამში მაინც შეთანხმებული არიან, რომ 9, იმიტომ რომ ყველა წყარო იმ მათ სახელებს ასახელებს. დაანჩენი უკვე ვარიაციები ხო, მაგრამ ახლა მას დავანებოთ. სამდე ხადიჯა ყავს, იმას სხვა ცოლი არა. ეს იყო გრანდიოზული ტრაგედია ეს. საფლავზე დადის სულ და ძალიან დანაღულიანებულია ხადიჯას სიკვდილით. ახლა აბუ ტალიბი რომ მოკვდა, ახლა კლანმა მეთაური უნდა აირჩიეს. აირჩიეს აბუ ლაჰაბი, მუჰამედის ბიძა ასე.
რომელიც არის დაუძინებელი მტერი მუჰამედის და მუსლიმების. და იმ ორეულს, აბუ ჯაჰლს და აბუ სუფიანს დაემატა ბიძამისიც, მისი კლანიც. წარმოიდგინე რა ხდება. აბუ ლაჰაბის არჩევით ისარგებლეს აბუ სუფიანმა და აბუ ჯაჰლმა და აბუ ლაჰაბს მოთხოვეს ასეთი რაღაცა. მოდი მუჰამედს გამოცდა მოუწყდოთ. და გამოცდა რაში მდგომარეობს? არიან უკვე გამოსვე ქალაქში დადიან, ქააბას ეზოშიც დადიან მუსლიმები ყველაფერი უკვე აღარ ერჩიან, მოიხსნა ხო ემბარგო. როცა ხალხია შეკრებილი, აბუ ლაჰაბი თვითონ მუჰამედს ეკითხება. ბაბუა შენიო, აბდალმუტალიბიო, ასეთი რომელმაც გააზარდა და ასე უყვარდა და ეს. იმ ქვეყნათო ჯოჯოხეთში მოხდაო თუ სამოთხეში მდრის წარმართად წავით. ახლა ბაბუამის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და თან მე მუჰამედის გამზდელი და აღზდელი იყო და მცველი იყო და ნუ დიდი სახელის მქონე კაცი იყო და ყველა მყურები წვიდა, ნეტა რას უპასუხებს. თუ წარმართია ვერ მოხდები. სამოთხეში მარტო მუსლიმი ხდება. ხდება და მუჰამედმა პირდაპირ თქვა არ დაიხია უგან, რომ სამწუხაროდ ბაბუა ჩემი ჯოჯოხეთში მოხდა. ეს გამოიყენეს მე აბუ ლაჰაბმა, გამოიყენა იმისთვის, რომ დაუძახავ მას ხაშიმიტებს, რომელთა უმრავლესობა წარმართები არა, მაგრამ მუჰამედს იცავდნენ ხო ემბარგოს დროს და უთხრა აი როგორ დაგვიფასა ამა. ჩვენ თანადგომა როგორ დააფასა, ბაბუა მისე რას ამბობს. ჩვენს დიდ ბელაძე რას ამბობს. ამიტომ უნდა მოვიკვეთოთ. მოიკვეთეს მუჰამედი. კლანმა მოიკვეთა. ეს იყო გრანდიოზული კრახი. ჰალი გახდა. უფლებო ადამიანი. უფლებო, ობოლი, მოკვეთილი, დაუცველი. კი, მუსლიმები არიან, მაგრამ 100 ოჯახზე მეტი არ არიან. ნაწილი ეთიოპიიდან დაბრუნდა, ნაწილი ჯერ არ დაბრუნებულა. სამხედრო ძალასაც არ წარმოადგენენ. ახლა ომარი და ხამზა არიან, მაგრამ ნუ ახლა სად ყურაიშტევის თელი ტომით და მათი მოკავშირეები და სად დაუცველია. ამიტომ მუჰამედმა დაიწყო ფიქრი, ახლა ძალიან ისეთი კაცი იყო, გარდა რელიგიური მოღვაწისა იყო კარგი ადმინისტრატორი. ამას ადასტურებს ის, რომ დღეს ისლამი გაბატონებული რელიგია ხო, ახლა მარტო რელიგიური მოღვაწე არ იყო ეს. მან დაიწყო უსაფრთხო ადგილის ძებნა და ფიქრი. რომ მექა მტრულია მისთვის, მექაში არ უყვართ, მექაში მას ებრძვიან, მექაში მოშურნეები ყავს. მექაში ვერ ფართოვდება ეს. ბევრი არის ფარული მუსლიმი, მაგრამ ვერ ბედავენ, მამებს ვერ უბედავენ, ბაბუებს ვერ უბედავენ, ბიძებს ვერ უბედავენ, ხო? ამიტომ ვერ მიდის წინ და პირველი მცდელობა ჰქონდა ტაიფის ოაზისში უნდოდა მას გარკვეული ბაზის გაკეთება იქ, მაგრამ ტაიფელებმა ცუდად მიიღეს იქ ძალიან. ეს ხმა მერე გავრცელდა, იქიდან გამოაგდეს მუჰამედს, მექაში ჩამოვიდა დასცინოდნენ მე რა, აი ტაიფში, არც მექაში უნდი ხარ, არც ტაიფელებს უნდი ხარ, საერთოდ ვინახავ. მექაში რახანეს რელიგიური და ეკონომიკური ცენტრი იყო, ბაზრობები იმართებოდა. ხო? 620 წელს ძალიან არ უყვარდა ბაზრობა თვითონ. ბაზრობაზე შექმნილი ვითარება არ უყვარდა ეს აღებმიცემობა, ტყუილი, ლაზღანდარობა, სიცილი, ამბები ეს არ მოწონდა, მაგრამ ნუ ახლა მაინც კომერციაში იყვნენ, ახლა ყველა ყურაიშეთი იყო კომერციით დაკავებული რა. ადიოდა ამ ბაზრობები ვიღაცებს ხდებოდა, ვიღაცებს ელაპარაკებოდა, ვიღაცებს სხვა ტომებიდან, სხვა ქალაქებიდან, სხვა ოაზისებიდან. ამ დროს შეხვდა მექადან დაახლოებით 300 კილომეტრში ჩრდილოეთ იყო დიდი ქალაქი იასრიბი. მერე ამას დაერქმევა მედინა. იასრიბში ცხოვრობს 5 ტომი. ამ 5-დან 2 არაბული, 3 ებრაული.
ახლა ებრაული რას ნიშნავს? ახლა ესენი გააებრაელებული არაბები არიან თუ ებრაელები არიან, ახლა ამაზე დიდი დავა მიდის სხვათა შორის რა, მაგრამ იუდეველები არიან, მაგრამ ორი არაბულია წარმართული. ავსიტები და ხაზრაჯიტები. ებრაული ტომები არის ბანუ კაინუკა, ბანუ ნადირი და ბანუ კუზაირა. არაბული არის ბანუ ავს და ბანუ ხაზრაჯი. ამ ბაზარში მასთან მოდის 6 ხაზრაჯიტი. ლაპარაკები რომ ჩვენ ვიცით რაღაცებს შენ შესახებ. ხო და იქ ამ ორ არაბულ ტომს მიდის თაობების განმავლობაში ტრობა და ბევრ დაიღალა ამ ტრობისგან. ეს ხაზრაჯიტები მოდიან და მუჰამედს ეუბნებიან რომ აგვიხსენი რა, რაღაცები ვიცით შენი რელიგიის შესახებ, მაგრამ გითხარი რა, ჩაგვაყენე საქმის კურსში და თუ მოგვეწონება რამე რო იყოს, შენი მომხრეები გავხდები და მოუყვა ამ რაღაცები მოკლედ ახლა. შეკითხვებს უსვამდნენ, ეს პასუხობდა, ხო? იმათმა უთხრეს, რომ გაგვაყოლეო ვინმე. მან გააყოლა თავის წარმომადგენელი. მერე ჩამოდიან ერთ წლის მერე ჩამოდიან უკვე როგორც ხაზრაჯიტები 10 ხაზრაჯიტი და 2 ავსიტი ჩამოდის. და უკვე გადაწყვიტეს რომ კი ბატონო თანახმავართ ჩვენ მიგიღებთ ჩამოდი ჩვენთან და დადეს ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებას ქვია უცნაური სახელი. ამ ხელშეკრულებას ქვია დედაკაცთა ხელშეკრულება. რატო ქვია ხა დედაკაცთა? ხო უცნაური ამბავი. ძალიან. კაცები მონაწილეობენ და მუჰამედ. იმიტომ ქვია დედაკაცთა, რომ აქ არ ჩაიდო უსაფრთხოების თემები. სამხედრო ალიანსი. სანამდე ეს ამბები ხდება, მუჰამედი არსად არავე ომის ხსენება არ აქვს არს. პირიქით, მშვიდობა, სიყვარული, ყველა თანასწორები ვართ, არავითარი ომის თემატიკა ჯერ არ არის არსად. თავდაცვითი თემატიკა. ამიტომ შეთანხმდნენ რაზე რომ კი გადმოსახლდებიან, დასახლდებიან, მაგრამ რამე რო იყოს ომში ან შარში გაეხვენ, არ არის პირობა რომ ისინი თავს გამოიდებენ ამისთვის. კი ისლამს მიიღებენ. და საერთოდ ომის თემა არ არის, თავდაცვის თემა არ არის. ამიტომ ქვია დედაკაცთა, იმიტომ რომ ქალები არ დებენ ხელშეკრულებას ომის შესახებ, ხო? გასაგებია, ამიტომ ქვია. თან საინტერესო სახელი კი ქვია. და მართლაც 1 წლის მერე უკვე გადადიან. იწყება სახელგანთქმული ჰიჯრა. ჰიჯრა ნიშნავს ადგილის მონაცვლეობას, გადასახლებას, გადასვლას. ახლა ჰიჯრა როგორ დაიწყო? ესენი კი მშვიდობა არის ყურაიშიდებთან, მაგრამ სულ არიან ზედამხედველობის ქვეშ, ეშინიათ მუჰამედის მაინც ყურაიშიდებს და ნაწილ დაიწყეს გადასვლა მუსლიმებმა. გადადიან რამოდენიმე ოჯახი, საქონელი გადაყავთ, გაიწელა ეს. მექელები არიან ეჭვებში, რომ რას აპირებს, ეს გაიგეს, რომ უკვე იქ იასრებში გადადიან ეს, მაგრამ ამათმა ჩათვალეს, ეს იგივეა, რაც აბისინიაში რო გაიქცნენ. ალბათ ასე მიდია. მაგრამ თავარი ამოცანა არის, რომ მუჰამედი არ უნდა წავიდეს, არ უნდა გაუშვან. მუჰამედი თუ გავიდა, უკვე ვეღარ აკონტროლებენ. ამიტომ სულ კონტროლის ქვეშ აყავთ მუჰამედი. ბოლოში გადის მუჰამედი. ბოლოში გადიან როგორ? მის სახლს აკონტროლებენ. აივანზე წვებოდა გარეთ. სიცხეები ხო იყო ეს? აივანზე წვებოდა მუჰამედი თავის მოსასხამი ცნობილი. ყველა ცნობდა ამ მოსასხამი და გარეთ ძინავს, ესენ გარედან აკვირდნენ, კი ძინავს. არა ერთ-ერთი დაძინების დროს როცა აკონტროლებდნენ, კი ძინავს რა, მუჰამედი წევს. მაგრამ თურმე მუჰამედი ალია ეს. ალი წევს მუჰამედის ტანსაცმლად. მისი ბიძაშვილი. ის ბიძაშვილი. ამ დროს მუჰამედ და აბუ ბაქრი გავიდნენ ქალაქიდან ღამით. ანუ გაექცათ მუჰამედ ვერ დაიჭირეს, ვეღარ გააკონტროლეს. გადავიდა იასრებში გამაგრდა უკვე იქ. და მერე იწყებს მექელების წინააღმდეგ საკმაოდ აგრესიულ ქმედებს. კერძოდ ესხმის თავს მექელების ქარავნებს.
საინტერესო რა არის, ბევრი ახლა ისლამის მოძულები ამბობენ, რომ ყაჩაღი იყო და არავითარი ყაჩაღი. სხვა ქარავნებს ხელს არ ახლებს. სხვა ქალაქების, იემენურ ქარავნებს ან რაღაცა სხვა ქალაქების, ხო? არ ახლებს, მარტო მექელების ქარავნებს ებრძვის. საბოლოო ჯამში ომამდე მივიდა საქმე. და 624 წელს მოხდა პირველი ბრძოლა ბადრთან. ბადრის ბრძოლა, სადაც 300 მუსლიმი და 1000 ყურაიშიტი. გაიმარჯვეს მუსლიმები. ეს ცალკე თემა არის ბადრის აღწერა, სახელებით, გვარებით ცნობილია, ვინ ომობდა, როგორანაირ. რა თქმა უნდა, ყურაიშტები ამას არ შეურიგდნენ და დაიწყეს დიდი ლაშქრობისთვის მზადება და უკვე მეორე ბრძოლა მოხდა უჰუდთან, სადაც მუჰამედი დამარცხდა. მის ბრალი არ დაუჯერეს მას. მან თავისენები გააფრთხილა, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ, დაიცავით თავი მარტო. მაგრამ როცა დაამარცხეს შეტაკებაში და ისინი გაიქცნენ, ყურაიშტები ისინი გაიქცნენ და დაიწყეს იმის, რა ქვია, ბანაკის ძარცვა. ამასობაში ზურგიდან დაესხა მექელების კავალერია ხალიდ იბნ ვალიდი, ესეც დაიმახსოვრეთ ეს სახელი. ხალიდ იბნ ვალიდის მეთაურები და დამარცხდნენ. მუჰამედი დაიჭრა ბრძოლაში სოთეში. მერე უკან დაიხიეს და კლდეზე ავიდნენ, თაზე ავიდნენ, იქ აღარ გაყვნენ ისინი რა. და ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს და ესა. მიუხედავად ამ მარცხისა, ძალიან ენერგიულად დაიწყო მზადება, მაინც. ისეთი ნებისყოფი, რკინის ნებისყოფის კაცი იყო რა. და აგრძელებს მექელების შევიწროებას. გარედან აგრძელებს, გაუფუჭა ეს ვაჭრობა და ბიზნეს მექელებს რა. და ბოლოს დიდი არმიით 627 წელს 10,000 კაცით მიადგნენ მექელები, რომ მედინა უნდა მოთხარონ. იასრიბში ხო გადავიდა, მერე მუჰამედმა დაარქვა მედინა, ქალაქი ალმადინა. ქალაქს ნიშნავს, იასრიბს გამოეცვალეს, მედინა უნდა დააქციონ და უნდა გაანადგურონ ესე. აქ მუჰამედმა ასევე გამოიჩინა სამხედრო სტრატეგიული აზროვნება. რახან იმათი ჯარი დიდი იყო, ახლა არაბულ ქალაქებს კედლები, ციხესიმაგრეები არ ქონდა. ამიტომ მან გათხარა თხრილი შემოავლო მედინას. თვითონაც მუშაობდა პირადად ამ თხრილის მშენებლობას. მოიგეს ბრძოლა, მოიგერიეს, გადარჩნენ. ალარჩნენ და დიდი სახელი გაეთქვა მუჰამედს მთელ არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით ამ ბედუინების ტომებში, სხვა თქვათ ქალაქებში და ოაზისებში, რომ დაამარცხა ყურაიშტები, დაამარცხა ეს დაუმარცხებელი ხალხი. მაგარია. და დაიძრა მომხრეები. ბევრი იძახი ჩვენც. ახლა მორწმუნე არაბულად არის მუъმინ. მუსლიმი ნიშნავს მორჩილს, მორწმუნეს არ ნიშნავს. და ეს არაბები მოდიან იმას მუჰამედთან, აი ჩვენც გვინდა რომ მუъმინები ვიყოთ და მუъმინები ვიყოთ. მუჰამედი თქვენ ჯერ პატარები ხართ რწმენაშიო, თქვენ მუъმინები ვერ გახდებით ჯერ, მაგრამ მუსლიმები ისლამ ნიშნავს მორჩილებას, უფლის თაყვანისცემას. აი ნუ როგორ დიფერენცირებაა ხო რწმენაში არის მორწმუნე, მაგრამ უმრავლესობას არ ესმის რწმენა, მაგრამ მორჩილი უნდა იყო. კი, არ გესმის, მაგრამ დაემორჩილა, ხო? ძალიან საინტერესო ამბავია ესა, ხო? გადიდდა მისი შესაძლებლობები, მის სამხედრო ძალა, ყავს ფანტასტიკური გენერლები უკვე, ძალიან ისეთი მეომარი, ალია ფანტასტიკური მეომარი. ალი არის სხვათა შორის როცა გადავიდნენ იასრიბში, ანუ მედინაში, იქ ორი პარტია ჩამოყალიბდა. მუხაჯირები, ანუ მექელები, ვინც მასთან ერთად გადავიდა, მუხაჯირი არის, ვინც ჰაჯში მიიღო მონაწილეობა. ხო? და ანსარები, ანუ ავსიტები და ხარიჯიტები, ისე ხაზრაჯიტები, ანუ ვინც მედინელები არიან. ანსარი ნიშნავს თანაშემწეს, თანამბრძოლს, მიმხმარეს, ხო? და ორი პარტია სხვათა შორის, რომლებიც ცუდად ზომავენ ერთმანეთს. მექელები და მედინელები, ანუ მუხაჯირები და ანსარები, ეს მე გამოგვადგება ჩვენ, ეს ორი დაჯგუფება, ხო?
ჯარისკაცებში ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობა აქვს ალის. ალი არის მეომარი. მუჰამედის მახვილი, მას აჩუქა თავის მახვილი, ზულფიკარი ერქვა მახვილს. სხვათაშორის ირანის ტანკს, რომელსაც უშვებს ზულფიკარი ქვია. ზულფიკარი ითარგმნება როგორ ტალღოვანი, ასე ვთქვათ, ტალღაში მოელვარე, ასე ითარგმნება ზულფიკარი. ხო, მოძლიერდა და თვითონ დაიძრა. დაიძრა 1500 კაცით შეიარაღებული. მექისკენ ჰაჯზე მიდის. ის უნდა შევიდეს მექაში და ქააბასთან უნდა ილოცოს. მექელები ძალიან შეწუხებულები არიან, ვერ მოერიან კი არა გაძლიერებულია მუჰამედი, ხო, ყურაიშტებში არის გაურკვევლო ბევრი იძახის, რომ იქნებ შეუთანხმდეთ, გარეულობა, ერთი თავი არა. ხო, 628 წელს მიადგა მექას. ოღონდ როგორ მიადგა, იცი, სამდე მივიდოდნენ ახლოს, გზაში გაჩერდნენ, აბჯარდა ესენი, გაიხადეს და ჩაიცვეს იჰრამი. ანუ სალოცავი ტანსაცმელი, თეთრი ტანსაცმელი, იჰრამი რა არის? ლოცვის დროს უნდა გეცვას, ეს ალბათ ბევრს უნახია, ხო, მექაში თეთრი ტანსაცმელიაც უბრალოდ ეს რა არის? სალოცავი ტანსაცმელი, სადაც ნაკერი არ უნდა იყოს. ანუ გადაკერებული. ხო. მაგრამ ამ იჰრამზე შემოირტყეს მახვილები. მიადგნენ მექას. მექელებმა გამოაგზავნეს დელეგაცია. შედგა შეთანხმება. მუჰამედი არ შევა მექაში. სამაგიეროდ მექელებმა დათმეს ის, რომ გაისათ. ჩამოდით, ჩვენ 3 დღე დავცლით ქალაქს, გავალთ ქალაქიდან, ყურაიშიტები. თქვენ ილოცეთ 3 დღე, მერე დაბრუნდით მედინაში და მერე მოვბრუნდებით ჩვენ, ახლა. ამან უკმაყოფილება გამოიწვია მუჰამედის მომხრეებში, რა, რატო უთმოთ, ნუ ახლა ისეთი კაცი იყო რა, დიპლომატიც, მომთმენიც, დამთმობიც, პრინციპულიც, ხო? არა. შევთანხმდეთ, მექას მიუახლოვდნენ, შორიახლოდ შეწირეს საქონელი, შესაწირი საქონელი, დაბრუნდნენ მედინაში და 629 წელს შემდეგ უკვე დაიძნენ შევიდნენ ჰაჯი. მექელებს უნდა დაეცალათ ქალაქი, მაგრამ საინტერესო რა მოხდა, იცი? ძალიან ცოტამ დატოვა ქალაქი. დანარჩენები დარჩნენ და სახურავებზე ავიდნენ და უყურებდნენ. ოღონდ ეს მოედანი და ქააბას მიმდებარე ტერიტორია ცარიელი დახვდა და ზემოდან უყურებდნენ ამათ და დარწმუნდნენ, რომ კაცო, ესენი ჩვეულებრივი კარგი ხალხია, არაფერს არ აშავებენ. სალოცავად მოვიდნენ, წესიერად მოიქცნენ, 3 დღეში გავიდნენ უკან დაბრუნდნენ. ის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა 10 წელი უნდა ყოფილიყო მშვიდობა, მაგრამ ეს ხელშეკრულება დაარღვიეს მექელებმა. მექელების მოკავშირე ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლებმა მოკლეს მუჰამედის მოკავშირე ტომის წარმომადგენელი. ამ სისხლი დაიქცა. ჩაიშალა ეს ხელშეკრულება და რა თქმა უნდა, ახლა მისი მომხრეებიც ძალაც უფრო მეტი აქვს, უკვე ძლიერი მმართველია ესა და დაიძრა მექისკენ. გზაში მასთან მივიდა აბუ სუფიანი. უთხრა, რომ არ შემოხვიდეო რა მექაში რა. და აღიარა ისლამ. აბუ სუფიანი ტერმა. მერე ჩამოვიდა, ყველაფერი აპატია. სხვათა შორის მუჰამედმა აბუ სუფიანს. იქ მერე ვიტყვი, უჰუდის ბრძოლაში როცა დამარცხდნენ, იქ ხამზა დაიღუპა მუჰამედის ბიძა, ის გოლიათი ხამზა, რომელიც მოკლა აბუ სუფიანის ცოლის დავალებით ჰინდა ერქვა იმ ქალს. ეთიოპელმა მონამ ვახში ერქვა იმას, რომელსაც შეპირდა, რომ გაგანთავი თუ ხამზას რომ მოკლაო, გაგანთავისუფლებო და რომ მოკლა ხამზა, გული ამოაჭრა. ჰინდას მიართვა, ესე იგი, წარმოუდგენელი მტერი იყო რა, ეს აბუ სუფიანი მუჰამედის რა. აპატია. მერე აბუ სუფიანი დაბრუნდა მექაში და დაიწყო დარწმუნება, რომ წავაგეთ, ვერევით რა, ამიტომ დავემორჩილოთ. მუჰამედმა გამოუცხადა, შეუთვალა, რომ არავის ხელს არ გახლებთ, არავის არაფერს არ დაგაძალებთ.
ის არის ყურანში, რომ არ არის დაძალება რწმენაში. მაგრამ ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევთ, არც ეც არ დაგინდობთ. დარჩით სახლებში, ჩაკეტეთ ეზოები და არავის არაფერზე არ შეგეხებით. ოღონ წინააღმდეგ ხმლით რომ ვინმე დავინახოთ, მოვკლავთ. ნუ ახლა მექელებს ეს აწყობდათ და შევიდა მექაში. 630 წელს გრანდიოზული მსვლელე თეთრებში ჩაცმული ეს მუსლიმური მხედრობა, სხვათა შორის ეშინოდა მომთაბარე მოკავშირეების. ხო, ამ დროს უკვე ხალიდ იბნ ვალიდიც უკვე გამოსლიმდა. აი გახსოვს უჰუდის ბრძოლაში კავალერიის მეთაური. მუჰამედი შევიდა, მაგრამ ეშინოდა თავის მოკავშირე მომთაბარე ბედუინებს, იმიტომ რომ ამათმა ძარცვა არ დაიწყო. კი, ახლა კი მუმინები არ არიან, კიდევ ვარქვი მუსლიმები, მაგრამ რა წამოუვლით ახლა, ხო? იმიტომ რომ ნადავლი არაბებისთვის იყო წმინდა ამბავი რა. ამიტომ ამ ბედუინების რაზმს სათავეს ჩაუყენა ხალიდ იბნ ვალიდი და უთხრა რომ მიხედე, რამე არ მიქარონ. ხელი არ წაუცდეთ არაფერს. შევიდნენ მექაში. პირველი რაც გააკეთა, შევიდა ქააბას ეზოში და ყველა ბომონი დაანგრია და დალეწა. გადმოცემა არის ასეთი, რომ დატოვა მარტე ქრისტეს და ღვთისმშობელი მარიამის ხატი. დანარჩენ ყველა მოსპო. მექაში დაიწყეს მასობრივად მიღება ისლამის. ახლა მომგებიანიც გახდა. ხო უკვე ადრე თუ ბომონების დარღვევას შეიძლება წაგება ქონოდა, ახლა ისლამური ახალი რელიგიის ცენტრია და შემოსავალი შემოვა და ყველაფერი შემოვა. ხო, ამიტომ დაიწყოს ეს ამბავი და მასობრივ ყველა მოვიდა. ყველა მის მტერს აპატია. ყველას ულაპარაკოთ. ვინც ისლამი მიიღო და ყველა მიიღო ისლამი. ორ კაცს არ აპატია მარტო და დასაჯა სიკვდილით. ვინ არიან ესენი? ყოფილი მუსლიმები. მედინაში მკვლელობები ჩაიდინეს, მუსლიმები მოკლეს და მერე მექაში გაიქცნენ. და ისევე დაუბრუნდნენ წარმართვა. აი იმათ კი არ აპატია. იმიტომ სისხლი დაღვარეს. კიდევ აპატია თავის ყოფილ მდივანს, საადს, რომელიც ასევე ისლამზე უარი თქვა, მექაში გაიქცა და დასცინოდა მუჰამედს და საადი მოუყვანეს და აპატია იმას, ოღონდ უთხრა რომ მეორჯერ არ დაგინახო. ჩემ თვალწინ აღარ გაიარო. რა ყველა საინტერესოა, ვის აპატია იცით? ვახშის. ვინც მოკლა ბიძამეს. იმ აბისინიელ მონას. გული წამოვა. რომ მოუყვანეს, იმან ისლამი მიიღო, მოუყვანეს და ყველა ელოდება რომ მოკლავს. ამან უთხრა რომ მოყევიო, როგორ მოკალიო ბიძა ჩემი. იმან მოუყვარო, ასე იბრძოდით და მაგარი მეომარი იყო. გული რო ამოუღე, დიდი ქონდა ეს გული და იყო გული. აპატია. გაუშვა. ყველას აპატია. მერე გამოდის უკვე დრო, გამოხდება დრო და დიდხანს აღარ უცოცხლია პრინციპში. იქ უკვე ორი დაჯგუფება, იქ ორი ჯგუფი არის, ეს მუჰაჯირები და ანსარები. სხვათა შორის მედინელებს არ გაეხარდათ, რომ მექაში რო შევიდა, იფიქრეს, რომ ეს გონი აქ რჩება და კითხეს, რომ შენო ჩვენ მიტოვებას ხო არ აპირებ მუჰამედმა არა, მედინაში დაბრუნდა. დაბრუნდა იქ. მოივესა ნახა ხატიჯას საფლავი, ყველაფერი ესე ნახა ეს, მაგრამ დაბრუნდა მედინაში და 632 წელს 63 წლის, ზოგიერთი 62 წლის გააჩნია ახლა. რომელი მეთქე ახლა გავსაუბროთ ახლა მთვარის კალენდრით 63 წლის გამოდის, ხო? ისე 62 წელი გარდაიცვალა. არ დაიცვალა, დატოვა ანდერძი. ხამის დრო არა გვაქვს ჩვენ. არის მუჰამედის ანდერი ძალიან საინტერესო, სადაც ქალების უფლებებზე ლაპარაკობს, სადაც ლაპარაკობს, რომ არავითარი ეროვნება, ეროვნული განსხვავება ყველა თანასწორია. აკრძალა მუსლიმებში მონობა. არ შეიძლება მუსლიმს მუსლიმ ყავდეს მონობა. რაც შეეხება სხვა რწმენისას, იქ აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია, რომ ისიც გაანთავისუფლო. განსაკუთრებული პოზიციები ჰქონდა ებრაელებთან და ქრისტიანებთან, მათ ეძახოდა აჰლულ ქითაბ, ანუ წიგნის ხალხი.
ანუ მანამდე სანამდე მუჰამედი მოვიდოდა ალლაჰმა მანამდე მუსას და ისას გადმოსცა თავრათ, ანუ თორა და ინჯილა რო სახარება. ხო, მაგრამ ეს ახლა როცა ჩვენ ისლამზე ცალკე ალბათ გავაკეთებთ მოგვიანებით მე შეგვიძლია ვისაუბროთ და გარდაიცვალა ისე რომ მემკვიდრეობის საკითხი არ დატოვა. და აი მეორე ჩვენი ლექცია იქნება უკვე მუჰამედის მემკვიდრეობა და მისი მემკვიდრეები. აქ შევწყვიტოთ და ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს განაგრძოს, რა თქმა უნდა, YouTube არხზე გადაცემების ციკლის ყურება, ვთხოვოთ გამოიწეროს, მოიწონოს ეს არხი და აქვე დავაანონსოთ, რომ შემდეგი ნაწილი ამ გადაცემისა მიეძღვნება უკვე მუჰამედის მემკვიდრეობას, მის მემკვიდრეთა შორის განხეთქილებას, დაპირისპირებას, შიიტებსა და სუნიტებს შორის არსებულ წინააღმდეგობას, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურია და ჩვენ მოვყვებით დეტალებს იმის თაობაზე თუ რამ გამოიწვია ეს წინააღმდეგობა და როგორი არის მუჰამედის მემკვიდრეობა ამ თვალსაზრისით.